საღამომშვიდობის არის Open Media-ის ეთერში ქართულენოვანი ამბების დროა და მე ანა ტანდარიანი გახლავართ. შემოსავლების სამსახური სომხური ტვირთების ბლოკირებას უარყოფს და მედიას დეზინფორმაციაში ადანაშაულებს. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური სრულ სიცრუეს უწოდებს მედიით გავრცელებულ ინფორმაციას საქართველოში სომხური ტვირთების, მათ შორის გაზის პროდუქტების ბლოკირების შესახებ. უწყების განცხადებით გავრცელებული დეზინფორმაცია მიზნად ისახავს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას, სამსახურის დისკრედიტაციასა და თემის პოლიტიზირებას. შემოსავლების სამსახურის განმარტებით გაზრდილი ტვირთბრუნვის გამო საბაჟო პროცედურები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს, ხოლო მებაჟე ოფიცრები 24 საათიან რეჟიმში მუშაობენ. მათივე თქმით, მედიაში გავრცელებული კადრები არ ასახავს რეალურ ვითარებას და ყაზბეგის გამშვებ პუნქტზე არსებული ხანმოკლე შეფერხება უკვე ამფროხვრილია. შემოსავლების სამსახურის განცხადებას წინ უძღოდა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის სომხური ტვირთების შეფერხების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციის გახმაურება. ზურაბიშვილი აცხადებს, რომ ეს ქმედება არღვევს საქართველოს სომხეთის საუკუნოვანი მეგობრობის სულისკვეთებას. სოციალურ ქსელ X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში ზურაბიშვილი აღნიშნავს, რომ საქართველო ნამდვილი პარტნიორი უნდა იყოს და არა ზეწოლის არხი. მისი შეფასებით ასეთი ქმედებები ზიანს აყენებს ნდობას, რეგიონულ ეკონომიკურ სტაბილურობას და დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს. პოლიტოლოგი პატა ზაქარიშვილის განცხადებით კი საქართველომ რუსეთიდან სომხეთში თხევადი გაზის იმპორტი დააბლოკა და განაცხადა, რომ რუსეთი საქართველოს ხელებით სომხურ ეკონომიკას აღსჯობს. მისი თქმით, რუსეთი მაქსიმალურად ცდილობს სომხეთის მოგუდვას ხვების ხელებით მოახერხოს და ეს სხვისი ხელები არის საქართველო. ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე გამავალ ტვირთებს საქართველოსთან საერთო არაფერი აქვს. თუ ტვირთი არის ნორმალურად შეფუთული, საქართველო მას ატარებს. ეს ხდებოდა წლების განმავლობაში, მით უმეტეს სომხეთის მიმართ ჩვენ ყოველთვის განსაკუთრებული დამოკიდებულება გქონდა და უცებ ბოლო პერიოდში წამოვიდა უცნაურობები. მაგალითად, რუსეთმა უცებ დაეწყო სომხური კონიაკის გაჩერება და ხარისხის შემოწმება. რა შენი საქმეა კონიაკის ხარისხი, როცა შენთან არ შემოდის? რუსეთსა და სომხეთს შორის ვითარება იძაბება და იძაბება. რუსეთს სომხეთში პრორუსული ძალები ყავს. არ უნდა ამ ძალების და ამიტომ მაქსიმალურად ცდილობს ხვების ხელებით მოახერხოს სომხეთის მოგუდვა, აგზნობინო შენ კარგად მოიყეც იმან, თორემ უარესი მოგელის. ცნობისათვის რადიო თავისუფლების სომხური სამსახურის ინფორმაციით, რუსეთიდან საქართველოს გავლით თხევადი გაზის იმპორტზე შექმნილი დაბლოკებების გამო სომხეთში საწვავის ფასი 40%-ზე მეტით გაიზარდა. სომხური კომპანიების ცნობით, მათი ასობით მანქანა გაურკვეველი მიზეზებით საქართველოს ხელისუფლებამ გააჩერა. სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, უფრო მოსალოდნელია, რომ სომხეთი კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციიდან გავა, ვიდრე უბრალოდ შეაჩერებს მასში წევრობას. ეს განცხადება პრემიერ-მინისტრმა მას შემდეგ გააკეთა, რაც გასულ წელს ერევანმა ალიანსში მონაწილეების შეჩერების შესახებ განაცხადა. მაშინ მიზეზად დასახელდა ის, რომ კუხომ არ შეასრულა თავისი ვალდებულებები სომხეთის უსაფრთხოების უზრუნველყოფის კუთხით. რუსეთის პოზიციით ეს ერევნის სუვერენული გადაწყვეტილებაა. კრემლში აცხადებენ, რომ სომხეთის ორგანიზაცია ჯერ არ დაუტოვებია და მოსკოვი დააკვირდება, თუ რა გადაწყვეტილებები იქნება მიღებული ერევანში. ბუნებრივია ჩვენ კითხვა დაგვისვეს და გვისვამენ. ნიშნავს თუ არა მიღებული კანონი, რომ სომხეთს სურს გახდეს ევროკავშირის წევრი. ჩემი პასუხი იყო, რომ დიახ, სომხეთს სურს გახდეს ევროკავშირის წევრი. ევროკავშირთან დაახლოებას სომხეთისთვის შეიძლება არაერთგვაროვანი შედეგები მოყვეს. ამბობს საერთაშორისო ურთიერთობების ექსპერტი გარნიკ დავთიანი და საქართველოსა და უკრაინის მაგალითებს იხსენებს. საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირის სხვადასხვა ქვეყანამ, კერძოდ საქართველომ და უკრაინამ ეს გამოცდილება მიიღეს. არა, დასავლეთისკენ წასვლის ნატო, ევროკავშირი და ასე შემდეგ და ძალიან სერიოზულ ეკონომიკურ, პოლიტიკურ და ტერიტორიულ პრობლემებსა და სერიოზულ ომებს შეეჯახნენ, რომელთაგან ერთ-ერთი ახლა უკრაინაა. რეალური ნაბიჯების შემთხვევაში შორს არ მივიჩნევ იმ დღეს, როდესაც შესაძლებელი იქნება ევროკავშირის წევრობა, რეალური პოლიტიკა, მაგრამ ეს გამოწვევაა ხელისუფლებისთვისაც. რამდენი კანონი უნდა შეიცვალოს, რამდენი მეთოდოლოგია უნდა შეიცვალოს, რამდენი შესაძლებლობა უნდა შეიქმნას. ისინი ამის გამკეთებლები არ არიან. პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ხაზს უსვამს, რომ ევროკავშირის წევრობისკენ გზა მოითხოვს ყოვლისმომცველ რეფორმებს და დასძენს, რომ სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის პროცესი საკმაოდ წარმატებით მიმდინარეობს.
ჩვენმა ევროპელმა პარტნიორებმაც და ჩვენც დავაფიქსირეთ, რომ რომელიმე ქვეყნის ევროკავშირის წევრად გახდომა მარტივი პროცესი არ არის. ჯერ ევროკავშირის ყველა წევრი უნდა დაეთანხმოს ამას. და არანაკლებ მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანა შეესაბამებოდეს ევროკავშირის სტანდარტებს. ანალიტიკოსების აზრით, ევროკავშირის ჩართულობას სამხრეთ კავკასიაში ყოველთვის დადებითი გავლენა არ ქონია. დაფშანის მტკიცებით, ის უფრო ხშირად ხელს უწყობდა რეგიონული დაძაბულობის ზრდას. ევროკავშირის აქტიურობა სამხრეთ კავკასიაში ბოლო პერიოდში ძალიან დიდი უარყოფითი ეფექტი ჰქონდა, განსაკუთრებით არცახის დაკარგვის ნაწილში. იგივე შარლ მიშელი თავის მხრივ 2022 წლის ოქტომბერში ვიცით არა? მანამდე საუბარი იყო დერეფნის დათმობის გარემოებაზე, რის შემდეგაც უკვე ვნახეთ, რომ დერეფნის დათმობმა გამოიწვია სრული დაცლა. ანუ არცახი აზერბაიჯანის შემადგენლობაში აღიარეს და ასე შემდეგ. სომხეთმა აირჩია სპეციალური სტრატეგია, რომლითაც ნიკოლ ფაშინიანის თქმით, გააგრძელებს თავის გზას. იმ შემთხვევაშიც კი თუ სომხეთი ევროკავშირის ოჯახში არ მიიღეს, სომხეთი დარჩება როგორც ევროპულ თანამედროვე სტანდარტებთან შესაბამისობაში მყოფი ქვეყანა. ევროკავშირის საგარეო ურთიერთობათა საკითხებში პასუხისმგებელმა კაია კალასმა სომხეთში ვიზიტისას აღნიშნა, რომ სომხეთი და ევროკავშირი არასდროს ყოფილან ისე ახლოს, როგორც ახლა. იგივე განაცხადა ბრიუსელში წინა დღეს ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა. ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ ამ მტკიცებას არც პროპაგანდისტული და არც ლოგიკური საფუძველი არ გააჩნია. რა თქმა უნდა, სომხეთის რესპუბლიკის ურთიერთობები ევროკავშირთან მუდმივად კარგი იყო 18 წლამდე. აუცილებლად უნდა აღვნიშნო, არა, 18 წლამდე. ჩვენ გვავიწყდება, რომ სომხების გენოციდის აღიარების საკითხში საკმაოდ გავლენიანი ქმედებები იყო დასავლეთში, განსაკუთრებით ევროპაში. იყო სერიოზული ცვლილებები სომხეთის საგარეო პოლიტიკაში, მეგობრული ურთიერთობები დაახლოვდა და ეს უბრალოდ სომხეთის ლამაზი თვალების გამო არ კეთდება, არამედ კეთდება დახელოვნებული დიპლომატებისა და პოლიტიკოსების მუშაობის შედეგად. პოლიტოლოგ გურგენ სიმონიანის რწმენით, დიახ, სომხეთი და ევროკავშირი ისტორიულად ახლოს არიან ურთიერთობების გამოსასწორებლად, ხოლო ეკ-დან გამოსვლა ჩვენთვის საფრთხეს არ წარმოადგენს. ევრაზიულმა ეკონომიკურმა კავშირმა თავისი თავი ამოწურა. ეს ბაზარი სანქციების ქვეშაა. ეს ბაზარი ჩვენთვის არამეგობრული ატმოსფეროა. ჩვენ ვერ გავიზრდებით, ვერ განვივითარდებით ამ სივრცეში და რისკები გვექნება. ჩვენც სანქციების ქვეშ მოგვაქცევენ, როგორც ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირს დამხმარე ფანჯარას. პრესკონფერენციის ბოლოს დასმულ კითხვაზე თუ როდის ადგება სომხეთი ნიკოლ ფაშინიანის სახით ეკ-ის სკამიდან და დაჯდება ევროკავშირის სკამზე, პრემიერ-მინისტრმა თქვა, რომ არც ერთი სკამიდან არ ადგებიან, უბრალოდ გააგრძელებენ თავიანთი რეფორმების სტრატეგიას. რუსეთი სომხეთთან მჭიდრო ორმხრივი ურთიერთობების განვითარებას განაგრძობს. ამის შესახებ კრემლის პრეს-სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რითაც ის სომხეთის სურვილს გამოეხმაურა, გახდეს შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის წევრი. პესკოვის თქმით, ერევანის ინტერესი შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის მიმართ, როგორც მათ ერჩევნებად, მრავალვექტორიანი პოლიტიკის ნაწილია. თუმცა მან ხაზი გაუსვა, რომ მრავალმხრივი ფორმატების მიუხედავად რუსეთსა და სომხეთს ძალიან მჭიდრო ორმხრივი ურთიერთობები აერთიანებთ. კრემლის სპიკერმა ასევე აღნიშნა, რომ მოსკოვმა იცის, რა სარგებელი მოაქვს სომხეთს ევრაზიის ეკონომიკურ კავშირში წევრობამ და დასძინა. ვნახოთ, რა მოაქვს ევროკავშირთან დაახლოებას. ყველაფერი შედარებით ირკვევა. ცნობისათვის სომხეთმა შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციაში გაწევრიანების სურვილი საგარეო საქმეთა მინისტრ არარად მირზოიანის ჩინეთში ვიზიტის შემდეგ გამოთქვა. ამჟამად სომხეთის ორგანიზაციაში პარტნიორის სტატუსი აქვს. სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა გარემოს დაცვის სამინისტროს ახალი მინისტრი ჰამბართონ მათევოსიანი წარადგინა. ახალი მინისტრის წარდგენისას ფაშინიანმა ხაზი გაუსვა სომხეთში გაეროს გაუდაბნოების წინააღმდეგ ბრძოლის კონვენციის მხარეთა მე-17 კონფერენციის მასპინძლობის მნიშვნელობას. მან აღნიშნა, რომ ეს მასშტაბური ღონისძიება ქვეყნის პრესტიჟისთვის მნიშვნელოვანია და წარმოადგენს შესაძლებლობას მათი ყურადღება დაეთმოს გარემოს დაცვით საკითხებს. პრემიერმა მადლობა გადაუხადა ყოფილ მინისტრ ჰაკობ სიმინდიანს, რომლის მუშაობის შედეგადაც სომხეთმა ამ კონფერენციის მასპინძლობის უფლება მოიპოვა. თავის მხრივ ახალმა მინისტრმა ჰამბართონ მათევოსიანმა განაცხადა, რომ COP17-ის მაღალ დონეზე ორგანიზებისათვის მუშაობა მთელი პოტენციალით გაგრძელდება. საფრანგეთის მთავრობასა და ახალი კალედონიის დამოუკიდებლობის მომხრეებს შორის ისტორიული შეთანხმება გაფორმდა, რომლის მიხედვითაც ეს წყნარი ოკეანის ტერიტორია საფრანგეთის შემადგენლობაში რჩება, მაგრამ სახელმწიფოს ახალ სტატუსს იღებს. ამ საკითხზე რეფერენდუმი 2026 წელს გაიმართება. ეს მოვლენა იმ ფონზე ხდება, როდესაც აზერბაიჯანი, რომელსაც საფრანგეთთან დაძაბული ურთიერთობები აქვს, ბაქოს საინიციატივო ჯგუფის მეშვეობით აქტიურად ცდილობს თავი გლობალური
მსახური ანტიკოლონიალური ფრონტის ლიდერად წარმოაჩინოს. თუმცა აღსანიშნავია, რომ ამ შეთანხმებაზე ბაქოს საინიციატივო ჯგუფს ოფიციალური რეაქცია არ ჰქონია. ექსპერტების შეფასებით ეს დუმილი კითხვის ნიშანს ქვეშ აყენებს როგორც ჯგუფის ანტიკოლონიალური ბრძოლის გულწრფელობას, ისე აზერბაიჯანის სტრატეგიის ეფექტიანობას ამ პლატფორმის გამოყენებით. ცნობისათვის ბაქოს საინიციატივო ჯგუფი 2023 წელს შეიქმნა და მისივე განცხადებით ფრანგული კოლონიალიზმის წინააღმდეგ ბრძოლას უჭერს მხარს, თუმცა ცხადია, რომ მიზანი საფრანგეთის შიდა საქმეებში ჩარევაა. საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის განცხადებით, თუ საკითხი ისე დადგება, ან მშვიდობა და სტაბილურობა, ან ვიზა ლიბერალიზაცია, უმეტესობა მშვიდობას მიენიჭება. მისი თქმით, ევროკავშირის მიერ შემოთავაზებული პირობები, როგორიცაა გამჭვირვალობის კანონის გაუქმება, ქვეყანაში მშვიდობისა და სტაბილურობის წართმევას ნიშნავს. პრემიერი ამტკიცებს, რომ ეს კანონები ოჯახურ ღირებულებებს, არასრულწლოვნების დაცვასა და რევოლუციების გამჭვირვალობას ემსახურება. კობახიძემ ევროკავშირის მიდგომა საბჭოთა კავშირის დირექტივას შეადარა და განაცხადა, რომ ბრიუსელი არ უნდა დაემსგავსოს საბჭოთა მოსკოვს. მისივე თქმით, ვიზა ლიბერალიზაცია ეგზისტენციალური საკითხი არ არის, განსხვავებით მშვიდობისა და სტაბილურობისაგან. პრემიერ-მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ ბიძინა ივანიშვილის სანქციების არ ეშინია და მისთვის 2 მილიარდის გაჩერება ევროპისათვის შეუფერხებელი ყაჩაღური ქმედება იყო. ცნობისათვის ევროკომისიამ საქართველოსგან რეკომენდაციების შესრულობის შესახებ განახლებულ ინფორმაციას ითხოვს და ქვეყანაში დემოკრატიის სერიოზული უკუსლის გამო უვიზო რეჟიმის შეჩერების შესაძლებლობას განიხილავს. ეს იყო ყველაფერი, რისი მოყოლაც გვინდოდა დღეისთვის. მადლობა ყურადღებისთვის და გემშვიდობებით.